ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა დაცვის მხარემ დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხაბეიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ობიექტურობის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა სამართლებრივად ყველა ეტაპის გავლასა და მტკიცებულებების შეგროვებას აპირებენ, რათა შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სექტურაშვილმა უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოთ მოწოდების საქმეზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს მურთაზ დოდელავას კი 25,000 ლარიანი გირაო. ხაბეიშვილის დაკავებასა და პატიმრობას მისი თანაგუნდელები პოლიტიზირებული პროცესის ნაწილად მიიჩნევენ. მათი განმარტებით ქართული ოცნების მიზანი ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის აქციის ჩაშლა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ იმასაც, რომ ოცნების ქმედებები მათ ვერ შეაშინებთ და დაანონსებული აქცია მაინც გაიმართება. ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, ეს იყო პირდაპირ ბიძინას დავალება დაეჭირათ ლევან ხაბეიშვილი, იმიტომ რომ მან დაიჯერა, რომ ის 4-ში აგებს ქართველ ხალხთან, მან დაინახა, რომ ქართველ ხალხში გაჩნდა გამარჯვების რწმენა არის უდიდესი მუხტი, მან ძალიან კარგად იცის, რომ ხალხი მზადა რუსთაველზე არა მხოლოდ მისასვლელად და დასადგომად, არამედ გამარჯვებისთვის, მშვიდობიანი რევოლუციისთვის, ამიტომ დიახ, ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და შესაბამისად დიდი რუდუნებით აარჩიეს ის ზონდერ მოსამართლე, რომლის ქმარიც არის სუსის თანამშრომელი, იმ სუსის თანამშრომელის ფათაშორის, რომელმაც ფაქტიურად ლევან ხაბეიშვილის საქმე შეკერა. ეთრამეში ცდებიან ისინი ძალიან, რომ ლევან ხაბეიშვილი, ატა ბურჭულაძე, არ ვიცი, ყველა რო დააკავა, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ლიდერი ეს საქმე მივა ბოლომდე, იმიტომ რომ ხალხის მშვიდობიანი რევოლუცია, ხალხს უნდა გამარჯვება და 4-ში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი კოალიცია ცვლილებისთვის წევრ მურთაზ დოდელავასთან ერთად 11 სექტემბერს დააკავეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია ფორმულას ეზოდან წაიყვანეს. ლევან ხაბეიშვილს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით აქვს წარდგენილი. პირველი 339 მუხლი მოხელისათვის უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. მეორე 317 მუხლი კი საქვეყნოთ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას. მურთაზ დოდელავას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 364 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რომელიც საქმის ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.